ვაგრძელებთ spot trading ბოტებთან დაკავშირებულ ვიდეოებს. პირველ ვიდეოში გადავიღეთ როგორ უნდა აგვეწყო spot trading ბოტი Bybit-ზე და ავაწყოთ ერთ-ერთ ტოკენზე, ეს არის TONI და ახლა გაჩვენებთ როგორ მუშაობს კონკრეტულად აი ეს spot trading ბოტი. პირველ რიგში გაჩვენებთ რა ბედი ეწია იმ TONI-s trading bots და შემდეგ გაჩვენებთ როგორ ფუნქციონირებს ზოგადად ეს ბოტი. გადავდივართ, რა თქმა უნდა, balance-ზე, შემდეგ გადავდივართ trading ბოტებზე. მოკლედ TONI-s trading bot-მა აჩვენა პლუსი, დაპლუსდა გარკვეული რაოდენობით, შემდეგ გავაკეთე ანალიზი და ანალიზის მიხედვით მივხვდი რომ ფასი ეცემოდა და ამიტომ ჩავხსენი ეს ბოტი. გადავდივარ ახლა აი აქ გაუქმებულ ბოტებში და გაჩვენებთ აქ ჩვენი TONI-s ბოტს. პირველი ინვესტიცია იყო $85 და გავიდა ზოგადად მთლიანი პროფიტი ქონდა 1.52%, $1.30 გამოვიდა ჯამში $85-დან და მთლიანად გავაუქმე ეს ბოტი. TONI-s spot grid bot-ის დახურვის შემდეგ გავაკეთე დეპოზიტი და გავაკეთე ორი grid bot-ი. ეს არის Gala და ეს არის Piles. ეს ვიდეო არ არის რაიმე მოწოდება ან ფინანსური რჩევა, ზოგადად გაითვალისწინეთ, რომ რა შედეგსაც დადებს დაუშვათ ჩემთან, ესა თუ ის spot grid bot-ი, შესაძლებელია თქვენთან იგივე შედეგი ვერ დადოს. გამომდინარე საბაზრო მიმდინარე market price-იდან, გამომდინარე პოზიციის შესვლის წერტილიდან და გამომდინარე ინვესტიციიდან. შესაძლებელია გააკეთოთ დიდი ინვესტიცია, შესაძლებელია გააკეთოთ მცირე ინვესტიცია. გააჩნია რამდენ გრიდს გააკეთებთ და რა რეინჯში მოაქცევთ ბოტებს. ეხლა განვიხილოთ თუ როგორ ფუნქციონირებს, როგორ მუშაობს კონკრეტულად ერთ-ერთ ტოკენზე Gala-ზე. ვაწვევით აი ამ ბოტს და განვიხილოთ თითოეული დეტალი. პირველ რიგში ზემოთ მოცემული არის ამ ადგილას წყვილი Gala ტეძერში. შემდეგ მოცემული არის დასახელება, რომ გვაქვს spot grid bot-ი. შემდეგ მოცემული არის დრო, რა ახნის განმავლობაში არის ეს ბოტი ჩართული. ეს ბოტი მუშაობს ამ შემთხვევაში 7 დღე, 8 საათი და 15 წუთი. შემდეგ აქ გვაჩვენებს პროფიტის გვერდზე grid bot-ი გასული არის პლუსში თუ გასული არის მინუსში, რამდენი აქვს მოგება და რამდენი აქვს დანაკარგი. ამ გვერდზე ჩანს ინვესტიცია, საერთო ჯამური თანხა რამდენი გვაქვს ინვესტირებული, ჩემ შემთხვევაში არის $87 და 59 ცენტი. გვერდით ჩანს რამდენი არის პროფიტი ან დანაკარგი. ამ შემთხვევაში ჯამური პროფიტი გამოდის $4 და 51 ცენტი. და გეტყვით ეს $4 საიდან გამომდინარეობს. ქვემოთ მოცემული არის პროფიტი და დანაკარგი, ამ შემთხვევაში არის ინვესტიციიდან, კონკრეტულად $87-დან გარკვეული ნაწილით ნაყიდი ტოკენების პროცენტული ზრდა, ფასის პროცენტული ზრდა, ამას დამატებული გრიდის პროფიტი. ანუ ეს ორივე ერთად გვაძლევს ჯამურ საპროცენტო სარგებელს. გრიდებიდან მიღებული პროფიტი არის 1.88. ამ შემთხვევაში ეს არის წლიური 112.34% და გაითვალისწინეთ ზოგადად გრიდების პროცენტული მაჩვენებელი ითვლება ყოველთვის წლიურ საპროცენტო განაკვეთში და უნდა ვიანგარიშოთ ყოველთვის წლიურ საპროცენტო განაკვეთად. ეხლა გრიდებიდან მიღებული პროფიტი არის $1.88. დანარჩენი ჩვენ როდესაც გავაკეთეთ ინვესტიცია და ფასი გაიზარდა, დანარჩენი ფასის ზრდამ გამოიწვია და დაგვიმატა ფასის ზრდა. ქვემოთ მოცემული არის რაოდენობა, აქ წერია 41 და ნიშნავს რამდენი ორდერი დაიხურა და რამდენმა ორდერმა მოგვცა პროფიტი. ანუ აქ გვიწერია რომ 41 ორდერი გაიხსნა, 41 ორდერი დაიხურა წარმატებით და მივიღეთ პროფიტი.
შემდეგ აქ არის მოცემული საკომისიოები და წერია რომ taker-ი და maker-ი, ანუ მყიდველი ან გამყიდველი. ამ შემთხვევაში თუ ხართ მყიდველი, იხდით 0.1%-ს, თუ ხართ გამყიდველი, ანუ ყიდვის და გაყიდვის დროს, ამ შემთხვევაში ვიხდით 0.1%-ს ორივე შემთხვევაში. შემდეგ აქ არის მოცემული დაწყების თარიღი, თუ როდის დავიწყეთ, რომელ რიცხვში, რომელ საათზე ამ trading bot-ით მუშაობა. შემდეგ ქვემოთ იგივე მოცემული არის წყვილი, ასევე მოცემული არის price range, ანუ ფასის range, რა ფასში მაქვს მითითებული ამ ტოკენის ფასის მოძრაობა, ეს არის 0.01805 და 0.05. აქედან აქამდე. შემდეგ დაყენებული მაქვს ჯამში 48 გრიდი და აქ არის მოცემული მიმდინარე მარკეტის ფასი. ეხლა გაჩვენებთ პოზიციებს. პოზიციები არის განთავსებული აი აქ. და წერია რომ ყიდვაზე არის განთავსებული 32 პოზიცია და გაყიდვაზე არის განთავსებული 16 პოზიცია. და ასე გამოიყურება ეს პოზიციები. ბოლო ყიდვის პოზიცია არის განთავსებული 0.018-05-ზე და ბოლო გაყიდვის პოზიცია არის მოცემული 0.049-73-ზე, რაც არის მინიმალური და მაქსიმალური. ასევე გაითვალისწინეთ ერთი რჩევა მინდა მოგცეთ. უმჯობესი არის დააყენოთ უფრო მეტი ყიდვის ორდერი, ანუ ფასი უფრო დაბლა ჩამოწიოთ და გაყიდვის ფასიც, რა თქმა უნდა, დაბლა ჩამოწიოთ. მაგალითად, თუ არის ფასი ეხლა მიმდინარე 0.03 და 8, გაყიდვის ფასი დააყენეთ 0.04 და 5 ან 0.5-ზე, რაც უფრო ახლოს იქნება გაყიდვის ფასი უკეთესი არის და ყიდვის ორდერები დააყენეთ რაც შეიძლება ძირზე. შემდეგ გადავიდეთ აი აქედან ისტორიებში და აქ გვაჩვენებს, როდესაც გრიდმა იყიდა და გაყიდა ეს ტოკენი გარკვეულ ფასზე, რაც იყო ლიმიტით გათვლილი, ლიმიტ ორდერების მიხედვით, რამდენი მოგცა პროფიტი. და აქ გამოითვლება აი ეს ჯამური პროფიტი, კონკრეტულად აი ეს grid profit $1.98 საიდან გამომდინარეობს. გამომდინარეობს აი აქედან. მოკლედ თითო დასრულებულ ორდერზე კონკრეტულად ეს ბოტი გვაძლევს 0.022-ს დამრგვალებით 0.023-ს. 3 ცენტი არის ამ შემთხვევაში ცოტა მეტი. რაც უფრო დიდი მოძრაობები აქვს, მაგალითად ფას, უფრო მეტი არის პროფიტი ამ შემთხვევაში. აი აქ შევიცეთ გადახედოთ ისტორიებს და 41 ყიდვის და გაყიდვის ორდერი იქნება წარმატებით დახურული. ქვემოთ აი აქ მოცემული არის ორდერები, რომლებიც გამზადებული არის გასაყიდად და როცა გაიყიდება წარმატებით ამ შემთხვევაში გამწვანდება აი ასე. და იქნება დახურული წარმატებული ორდერის სახით. დღეისათვის სულ ეს იყო ამ grid bot-ებთან დაკავშირებით. თუ გაინტერესებთ ასეთი ტიპის ვიდეოები, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ grid bot-ებთან დაკავშირებით შემდეგ საინტერესო ვიდეოს. მოკლედ ყველას წარმატებებს გისურვებთ დროებით.